გამარჯობა, მე ვარ კოტე ერისთავი, EMC სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი. 14 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ. EMC-მ ჩვენმა პარტნიორმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, შიშიმ ორგანიზაციებმა, შიშიმ აქტივისტებმა გავაპროტესტეთ ამ კანონის შინაარსის და შიშიმ პირების სუსტი ჩართულობა კანონის მომზადებისა და მიღების პროცესში. სამწუხაროდ ამ კრიტიკას მოყვა ჩემი აზრით არაადეკვატურად აგრესიული დამოკიდებულება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენლებისგან, ჩვენი დადანაშაულება არაკვალიფიცირებაში, საკითხის ცუდი გაგებით პოლიტიზირებაში, იმაში რომ არ ვაფასებთ ხელისუფლების გარჯას და მონდომებას, ერთ-ერთი შიშიმ ორგანიზაციის ლიდერმა, რომელიც ორივე ხელით ემხრობოდა პროცესაც და შინაარსაც ამ კანონის პირდაპირ უშუალო სიტყვებით გაგულანძღა კიდევაც საჯარო ღონისძიებაზე, მოკლედ მძიმე პროცესები გამოვიარეთ. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ალბათ გაუგებარიც კი, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლით, რომ მეტი ვისაუბროთ და საზოგადოებას გავაცნოთ კანონის მიღების პროცესთან, ისევე როგორც უშუალოდ კანონის შინაარსთან დაკავშირებული ხარვეზები, როგორც ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენი სტუმრები დღეს არიან ესმა გუმბერიძე, პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის, მარი კორკოტაძე, ორგანიზაცია ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ნანა გოჩიაშვილი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის და მარიამ ჯანიაშვილი EMC. ღონისძიება იმართება პროექტის ფარგლებში სახელწოდებაც არის ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში და რომელიც ხარდაჭერილია ღია საზოგადოების ფონდების მიერ. კანონმდებლობის ინსტიტუტების სერვისების დონეზე სახელმწიფოს მხრიდან აქამდე არ გადადგმულა რეალური ნაბიჯები, რომ შიშიმ პირები საზოგადოებრივ, კულტურულ, პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოფილად იყვნენ ჩართულნი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულება 6 წელია უკვე რაც სავალდებულოა, შიშიმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა არც ერთი მიმართულებით მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, სახელმწიფო სამართლებრივი ვალდებულება ცალსახაა, თუმცა პოლიტიკურ სივრცეში შიშიმ პირების უფლებების დაცვა, მათი გაძლიერება მაინც გარკვეულწილად ქველმოქმედებად აღიქვება და არავალდებულებად და სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯს დამადლების ფორმა უფრო აქვს ხოლმე და კრიტიკა, რომ ეს ნაბიჯები საკმარისი არ არის, დიდწილად სწორედ ამის გამო აღიქვება ასე მძიმედ ჩემი აზრით. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, გვეკითხებიან არის თუ არა ეს კანონი წინ გადადგმული ნაბიჯი და გვიწევს უპასუხოთ, რომ გარკვეული მიმართულებით ნამდვილად არის, თუმცა არასაკმარისია, ასეთი პასუხი კი რაღაც მადუმრობად აღიქვება. არ დავსაუბროთ სამართლებრივ ვალდებულებებზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს და ასევე სახელმწიფოს პოლიტიკურ ვალდებულებაზე გააძლიეროს და ხელი შეუწყოს ამ საზოგადოების ალბათ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტი, რომელიც ამ წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა, იძლეოდა შესაძლებლობას წარმოადგენდა ფანჯარას იმისთვის, რომ რეალური ნაბიჯები გადადგმულიყო შიშიმ პირთა გაძლიერებისთვის. სამწუხაროდ, ერთი რომ იუსტიციის სამინისტრომ და პარლამენტმა ვერ უზრუნველყო შიშიმ პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების აქტიური და ეფექტიანი ჩართულობა პროცესში და სადაც მიეცათ საშუალება შიშიმ პირებს ეს ჩართულობა ფორმალურობას უფრო გავდა, ვიდრე წუხილების და რეკომენდაციების გაზიარებისთვის შექმნილ რეალურ სივრცეს. სიახლეები, რაც კანონითაა გათვალისწინებული კონვენციასთან შედარებით, ხშირ შემთხვევაში დაბალ სტანდარტს აწესებს, მნიშვნელოვანი სტანდარტების დადგენა გადავადებულია ხანგრძლივადით, კანონპროექტი ძილად დეკლარაციულია და აბსტრაქტულია და სახელმწიფოს კეთილნებად არის რეალურად მოხსენიებული შიშიმ პირთა უფლებების დაცვა, საუბარია როგორც წესი ხელისშეწყობაზე და არავალდებულებაზე. ხოდა ამაზე გვიპასუხეს პარლამენტში მაგალითად რომ არაფერი ცუდი დეკლარაციობაში არაა. კონტექსტს ვერ გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, დეკლარაციაც კარგია, თუმცა როცა ვლაპარაკობთ სახელმწიფოს შეუსრულებელ და გვიანებულ ვალდებულებებზე, როცა ვლაპარაკობთ შიშიმ პირების სავალალო მდგომარეობაზე ამ ქვეყანაში, აი ამ კონტექსტში დეკლარაციულობის მიღწევა და წარმოჩენა და მით უმეტეს რევოლუციურ მიღწევა და ამის ცდილობაც არის, არ არის სწორი და სამართლიანი დამოკიდებულება.
სამწუხაროდ კანონის მიღმა დარჩა მნიშვნელოვანი სფეროები, განსაკუთრებით ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და დეინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და სწორედ ამ თემებზე გავაკეთებთ დღეს განსაკუთრებულ აქცენტს ჩვენ სტუმრებთან ერთად. ერთი დისკუსია ჩვენ უკვე მიუძღვენით საქმედუნარიანობის რეფორმას, ვისაუბრეთ იმაზე, რომ 2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა მართლაც რევოლუციური რეფორმა და ეს რეფორმა მართლაც რევოლუციური იყო, რომელმაც გააუქმა ქმედუნარიანობის არსებული მოდელი და თუ პირისათვის სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების ქონა დაკავშირებული იყო ამ რეფორმამდე მის გონებრივ განვითარებასა და ფსიქიკურ მდგომარეობასთან და ამის მეცნიერულ შეფასებასთან, რომლის საფუძველზე შესაძლოა პირისათვის დანიშნული იყო მეურვე, ამ რეფორმით გაუქმდა მეურვის ცნება და ნების ჩანაცვლების გაგება, თუმცა დღემდე ეს რეფორმა რჩება ფურცელზე, ის ცხოვრებაში რეალურად არ გატარებულა და აი ამ ფონზე კანონპროექტში საერთოდ არ არის ნახსენები ეს საკითხები და ამ რეფორმის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები. და სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ ეს კანონი გაშვებული შესაძლებლობაა. არც დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით გვეუბნება ბევრს კანონი, დღემდე ბევრი ჩვენი მოქალაქე რჩება ინსტიტუციონალიზებული უმძიმეს პირობებში და სახელმწიფოს გაეროს კონვენციის მიხედვით ვალდებულია დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი უზრუნველყოს, შექმნოს ხარდამჭერი სერვისები, რაც ადამიანების დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუწყობდა ხელს. თუმცა ეს კანონი ამ მიმართულებითაც წარმოადგენს სამწუხაროდ გაშვებულ შესაძლებლობას. აი ამ საკითხებს უფრო დეტალურად გავივლით ჩვენს სტუმრებთან ერთად. პირველი კითხვით მინდა რომ გადავიდე ესმასთან. ესმა თუ შეგიძლიათ რომ ზოგადად მიმოიხილოთ ის პრობლემები, რაც დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ ქვეყანაში, რომ კიდევ ერთხელ დავინახოთ ზოგადი სურათი და კონტექსტი და ასევე გითხრათ, როგორ და რა ფორმებით მოხდა შიშმოვიდ პირების ჩართვა კანონის შემუშავებისა და მიღების პროცესში. ერთი რა ტექნიკური პრობლემა აქვს ესმას და 2 წუთი დავალოდოთ. მოგესალმებით. იმედია ჩემი ხმა ისმის კარგად. ისმის კარგად. კი. დიახ, პირველ რიგში რა თქმა უნდა ამ კანონთან მიმართებაში გავაკეთებ ჩემს მიმოხილვას. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ესმა ძალიან ბოდიში უნდა შეგაწყვეტინოთ, ძალიან ცუდად ისმის და იქნებ ყურსასმენებით ვცადოთ. კი, ყურსასმენებით ვარ. აი ხა გამოსწორდა თითქოს, აბა დიახ, ანუ 2018 წლის მარტში, როდესაც შევიტყვეთ, რომ ეს ახლა კი, ხა უკეთესია. როდესაც შევიტყვეთ, რომ ეს კანონი მუშავდებოდა ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროში, შემდეგ გამოაქვეყნა სამი ორგანიზაციის ესმა რაღაცას ეჭირება, მე მგონი ხმა ხელი შემთხვევით და მე წვეტივად ისმის ხო, ახლა უკეთესია. არა ვიცი, ხელს არაფერს არ ვახლებთ, არ ვიცი, აი ხა უკეთესია, ვოცადოთ კიდე. დიახ, და ამ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ რამდენიმე დღე მოგცეს განებეროს ჯერთან. მივაწოდეთ იუსტიციის სამინისტროს. შემდეგ იყო ერთადერთი შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში, რომელსაც დაესწრო ბევრი შედარებით რამდენიმე დამოუკიდებელი აქტივისტი.
ეს მარაფერი არის ის მე ხავთ ხო ჩვენ თანამშრომლს დაგვეხმაროს ტექნიკურად რომ გავმართოთ და მე დაგიბრუნდებით მაშინ. ანა იქნებ შინაარსზე გადავიდეთ პირდაპირ მაშინ ამ კანონის რა ხარვეზები არის ვილაპარაკოთ იმ სიახლეებზე რომელიც არის ამ კანონ პროექტში და იმ საკითხებზე რომელიც მოხდა მაგრამ არასაკმარისად არის გათვალისწინებული და იმ მიმართულებებზეც რომელსაც არ შეეხო საერთოდ კანონი და საინტერესო კონკრეტულად ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით რა გამორჩა ასე ვთქვათ კანონმდებლობას მიკროფონი რო ჩართო მადლობა კოტე, მოგესალმებით და მადლობა თქვენ რომ ამ თემას დაუთმეთ ეს ონლაინ დისკუსია, იმიტომ რომ ეს არის ალბათ ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ბოლო პერიოდში, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში მოხდა და შესაბამისად ის მოლოდინების ჩვენი გამოხმაურებაც ანუ ეს ფართომასშტაბიანი სწორედ აი ამ მნიშვნელობიდან გამომდინარეობდა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვისათვის უნდა გამხდარიყო ასეთი უფრო სწორად საკანონმდებლო დოკუმენტი. თუმცა, როგორც აღნიშნა, შენ დასაწყისში ძალიან ბევრი ხარვეზიდან გამომდინარე, სწორედ ვამბობთ, რომ ერთგვარად გაშვებული შესაძლებლობა არის ამ კანონის დღევანდელი ვერსია. თავისთავად კანონის მიღება, ანუ პოზიტიური არის, ანუ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი, შეიძლება ითქვას, რომ არის ერთგვარი განაცხადი სახელმწიფოს მხრიდან, რომ ეს თემა არის მნიშვნელოვანი და ამაზე ჩვენ ვაკეთებთ ისეთ აქცენტს, რომ ვქმნით სპეციალურ კანონს. თუმცა, აი ამ ერთგვარი განაცხადიდან ამის იქეთ ვერ მივდივართ, იმ ძალიან ბევრი სირთულიდან გამომდინარე და ხარვეზიდან გამომდინარე, რაც აქვს კანონს. პირველი დავიწყებ იქედან, რომ კანონის მთავარი პრობლემა მიკროფონი რომ გამომდი. არათანმიმდევრულობა და რას გულისხმობ ამ ნაწილში, ანუ კანონი რომ შექმნილიყო პირველ რიგში რაღაც საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა ამოსულიყავით, ხო? ანუ რა მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე და რა უნდა გამოესწორებინა კანონს. 2013 წელს, როდესაც მოვახდინეთ კონვენციის რატიფიცირება, ანუ იმის შემდგომ ჩვენ გქონდა რეალური ვალდებულება, ქვეყანას გქონდა ვალდებულება მოეხდინა კანონმდებლობის გადახედვა, რევიზია და ჰარმონიზაცია კონვენციის მოთხოვნებთან. სწორედ აი ამ პერსპექტივიდან უყურებთ ჩვენ ამ კანონის მნიშვნელობას და რაც უნდა გაკეთებულიყო ის, რომ გადახედილიყო არსებული საკანონმდებლო ბაზა და ის ხარვეზები, რაც არსებობს ქვეყანაში ამ მიმართულებით ასახულიყო ამ კანონში, არ შეიძლება ასე დეტალურად არ მომხდარიყო, მაგრამ შეექმნა ისეთი რეალური ხელშესახები საკანონმდებლო ბაზა, ჩარჩო, რომელზეც დაიფუძნებოდა უკვე შემდგომ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები. თუმცა აი ეს თანმიმდევრულობა აკლია დღევანდელ კანონს იქიდან გამომდინარე, რომ ერთის მხრივ რაღაც უფლებები გადმოღებული არის კონვენციიდან, მიყვება ვითომ კონვენციის სტრუქტურას, მაგრამ ბევრად უფრო დაბალი სტანდარტით, ვიდრე კონვენცია მოითხოვს და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ეს არის ის, რომ გამოტოვებული არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც არსებობს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში. მაგალითისთვის ასეთ შეიძლება არის ფსიქიკური ჯანმრთელობის თემა, საცხოვრისის თემა, რომელზეც ასევე დღეს ვისაუბრებთ მოგვიანებით და ასევე დეინსტიტუციონალიზაცია და ასე შემდეგ. აი თავში რაც აღნიშნე რომ ანუ შეფასებულიყო თქვათ რა მოცემულობა გვაქვს სწორედ აი აქედან გამომდინარეობს რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა რეალურ პრობლემებზე პასუხის გაცემა საკანონმდებლო აქტით ჩვენ ეს თემები არ გამოგვრჩებოდა და უნდა ითქვას რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და სფეროს განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. ანუ სირთულეები გვაქვს
ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ორივე მიმართულებით, ანუ როგორც სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიღების პროცესში, ისე ამბულატორიული და სათემო სერვისების მიღების ნაწილში. ანუ სტაციონარული მკურნალობის დროს, ანუ ხშირად არის არაადამიანი და ღირსების შემდგარ გარემოში ადამიანების ცხოვრება, ანუ მათი დაყოვნება სტაციონარში და დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რომელიც 10 გვაქვს ქვეყანაში, ანუ იმის მიუხედავად, რომ ამ ადამიანებს იქ ყოფნა საერთოდ არ ჭირდებათ. და რაც თავარია, აი იქ ცხოვრების პირობებში ძირითადი მიდგომა დაფუძნებული არის ეს ფარმაკოლოგიურ მკურნალობაზე, რომელიც სრულად გამორიცხავს რეაბილიტაციას, ამ ადამიანების განვითარებას და ანუ რომელიც ხელს შეუწყობს, რომ იმ შემთხვევაში თუ თემში დაბრუნდებიან, მათ შეძლონ დამოუკიდებლად და ღირსეულად ცხოვრება. აი ამ სირთულეების მიუხედავად ეს თემა საერთოდ ნახსენებიც კი არ არის კანონმდებლობაში, შესაბამისად, ანუ თავარი ხარვეზი, რაც უკავშირდება აი ამ კანონს არის ის, რომ აი ეს უდიდესი პრობლემა, რაც ქვეყანაში არსებობს ადამიანები ყავს პატიმრობაში, ფაქტობრივად ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, ანუ არ აისახა და დარჩა კანონის მიღმა. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც არ აისახა, ეს არის მხარდაჭერის რეფორმა და შენ როგორც აღნიშნე, ეს იყო რევოლუციური, ხო, ნამდვილად ეს რეფორმა, აი ამ რევოლუციურობას უნდა მოყოლოდა პრაქტიკაში მისი რეალური აღსრულების შესაძლებლობა, რაც სამწუხაროდ ასევე არ იქნა გათვალისწინებული და ეს შესაძლებლობა დარჩა კანონის მიღმა. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით აქვს სერიოზული ხარვეზები კანონმდებლობას, ანუ ის არის დეკლარაციული, ანუ არადგენს არანაირ სტანდარტს, თქვა ვალდებულებას სახელმწიფოს მიმართ, რომ ანუ ამა თუ იმ უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით ის არის ვალდებული შეემუშაოს რეალური ეფექტური მექანიზმები და აქედან გამომდინარე ის ვერ ჩაითვლება რეალურ ხელშესახებ დოკუმენტად ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებისათვის. დიდი მადლობა ნანა. მიმოხილვისთვის მარი თქვენთან გადმოვა კითხვით მე თქვენ თავად ხართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობელი, თქვენ წარმოადგენთ მშობელთა ორგანიზაციას. იქნებ გითხრათ იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც შიშომ პირების მშობლებს და ოჯახებს აქვთ, გითხრათ ოჯახის გაძლიერების ამ მექანიზმები არსებობს დღეს, რა გამოწვევებია და რამდენად გაითვალისწინა კანონმა ეს გამოწვევები. მათ შორის ერთ-ერთი დიდი პრობლემა ინსტიტუციონალიზაციის საფრთხეა, ნაწილობრივ შეეხო ამ თემასაც, ვიცი რომ დეინსტიტუციონალიზაციას აქტიურად ადვოკატირებთ თქვენ და ამ კუთხით რა გაითვალისწინა კანონმა და რა გამოწვევა, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება გითხრათ. მოგესალმებით, მეც მადლობას გიხდით შეხვედრის ორგანიზებისთვის. სანამ აი ამ საკითხებზე გადავალ, უბრალოდ ძალიან მოკლედ ვიტყვი, მე კიდევ ერთხელ გადავხედე ამ კანონს, უკვე მას შემდეგ, როდესაც მიიღეს და მაცნეზე აიჭვირთა, აი გუშინ წავიკითხე კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე და აი იმდენად მშრალია ეს კანონი ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში ესეთი შთაბეჭდილება მრჩება. და ყველაზე ცუდი არის ის, რომ ის კანონი, რომელიც ქონდა შიშიმპირთა სოციალურ დაცვის შესახებ, აღარ გვაქვს, რომელთაც ხელმძღვანელობდით. და ჩვენ ალბათ მომავალში ისევ მოგვიწევს იმ საერთაშორისო დოკუმენტებით ვიხელმძღვანელოთ, რომლებითაც მანამდე ხელმძღვანელობდით, იმიტომ რომ ეს კანონი ფაქტიურად ჩვენ არ გამოგვადგება უფლებების, შიშიმპირთა უფლებების დასაცავად. ასევე ძალიან დამაკდა განათლების კუთხით, ანუ ფაქტიურად არაფერი აწერია განათლების მიმართულებით, ანუ როდესაც ინდივიდუალურ ასისტენტზე ვსაუბრობთ სკოლებში, საერთოდ არაფერი არ არის ამაზე ნახსენები. ერთადერთი ნახსენებია სურდოთარჯიმნის სერტიფიცირების პროგრამის შემუშავება და დამტკიცება და ვისურვებდი, რომ იგივე ჩანაწერი ყოფილიყო ინდივიდუალური ასისტენტის სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საერთოდ მომზადებელი კადრი მოდის და ძალიან გული მტკივა, როდესაც ვუყურებ ჩემი შვილი და სხვა შიშო ბავშვები რა გზას გადიან ამ არაპროფესიონალების ხელში. რაც შეეხება ოჯახების გაძლიერებას, ვიტყოდი, რომ ფაქტიურად არაფერი არ ხდება ამ კუთხით საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან. აი სულ რამდენიმე დღის წინ
რამდენიმე მშობელთან, შეშიმო ბავშვობთან ერთად ვიმყოფებოდი თბილისის მერიის საკურორტო ვაუჩერით, ბავშვი მყავდა წაყვანილი სხვაზე და იქ ვხედავდი მე მარტოხელა დედებს და სხვა დედებსაც, რომლებსაც არ ყავდათ დამხმარე, თუ რას გადიან ეს ადამიანები. მთელი წლის განმავლობაში ხო არიან ეს სრულიად დაუცველები და სრულიად მარტო, აბსოლუტურად დამხმარე არ ყავთ. ელემენტარული, თუნდაც ერთი დღე რომ ამოისუნთქონ, ესე რომ ვთქვა და რაღაც შვება იგზნო და ერთი დღიანი პაუზა, ტაიმაუტი აიღონ და ზაფხულში, როდესაც ყველა ისვენებს, ამ ადამიანებს მაშინაც კი არ აქვთ არანაირი დასვენების საშუალება. ანუ ფაქტიურად ერთი წამი არ აქვთ საშუალება რომ დაჯდნენ და დაისვენონ. აბსოლუტურად არანაირი მხარდაჭერა არ არსებობს შიშიმულ ადამიანების, ოჯახების მხარდასაჭერად და განსაკუთრებით ვიტყოდი მარტო ხელა მშობლების მხარდასაჭერად. ანუ არანაირი არც ფინანსურ დახმარებას იღებენ ეს ადამიანები და არც ვთქვათ შეიძლება ადამიანური რესურსით მაინც დაეხმარო. წელიწადში თუნდაც ერთი კვირა მაინც რომ ამ ადამიანებმა დაისვენ. აბსოლუტურად არანაირი დახმარება არ აქვთ. და აქედან გამომდინარე როდესაც სახელმწიფო არ ზრუნავს ოჯახების გაძლიერებაზე, აი და კიდევ საკანონში ხედავ, რომ საერთოდ არსად არ არის ნახსენები დეინსტიტუციონალიზაცია, ჩემთვის არის ძალიან, ესე ვთქვათ, ამ ყველაფერიდან გამომდინარე მომავალი ძალიან საშიში. აი, ერთი წუთით რო ვუშვებ იმას, რომ ხარ რომ ჩემი შვილი მარტო დარჩეს მშობლების გარეშე, თუ სად მოხდება ის, აი, არ ვიცი, გული მისკდება ხალხო, იმიტომ რომ სად წაიყვანენ ჩემს შვილს, რომ ვიცი, სადა მოახსენებენ ჩემს შვილს, აი საერთოდ აღარ მინდა სიცოცხლე. ანუ აი ხა ძალიან დაპირებ რამდენიმე დღეში ჯანდაცვას მივწერო, ის პროცედურები ჩამომითვალოს, სად მოხდება შიშიმ ბავშვი თუ კი ის დარჩება მარტო ოჯახის გარეშე. დეტალურად მაინტერესდა მინდა ეს პროცედურები მე გავასაჯარო. რა თქმა უნდა, ამ ბავშვს მოახვედრებენ იმ ინსტიტუციაში, რომელშიც ნამყოფი ვარ, ამ შემთხვევაში კოჯრის ბავშვთან დაწესებულებაზე მაქვს საუბარი. მე იქ ვნახე ბავშვები ძალიან სულ დღეში, სრულიად ანუ ზღირსება შელახულები და მე საერთოდ ვფიქრობ, რომ არ ვიცი როგორ შეიძლება რომ ამ დაწესებულებებს ზოგადად თავშესაფარიც კი ერქვას და რომ წარმოვიდგენ, რომ აი ეს ბავშვები, რომლებშიც სახელმწიფომაც ძალიან დიდი თანხა ჩაადო, ხო? ფინანსური, მათ თქვათ თერაპიებში, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი არ მოიაზრება, მაგრამ ის ცოტა ნაწილიც კი, რომელშიც სახელმწიფომ ჩაადო თანხა, მათ განვითარებისთვის და არა მხოლოდ სახელმწიფომ, თვითონ ოჯახებმა ძალიან დიდი რესურსი და არ ვიცი, დრო და ფინანსები გაწეს ამ ყველაფრისთვის და ეს ბავშვი რომ მოხვდება ინსტიტუციაში, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც კი შეიძლება ჩაიდინოს სახელმწიფომ ამ ბავშვების მიმართ. ამიტომ ძალიან წყდება და ძალიან მიუღებელია, როდესაც არაფერი არ არის ნახსენები ინსტიტუციების დახურვასთან დაკავშირებით ამ კანონში. პირველ რიგში, არ ვიცი, ეს უნდა ყოფილიყო ძალიან ხაზგასმით აღნიშნული, იმიტომ თუ ეს ინსტიტუციები იარსებებენ და მით უმეტეს კანონშიც არ გვექნება ამაზე არანაირი ვალდებულება ჩაწერილი, ალბათ სულ ესე იქნება და უფრო განვითარდება, ესე რომ ვთქვათ, ჭყალებში ამ ინსტიტუციების არსებობა ქვეყანაში, ვიდრე რომ ვთქვათ, დავხუროთ და უფრო ადამიანური საცხოვრისებზე გავაკეთოთ ორი, ასე რომ ვთქვათ, ვიფიქროთ, რომ ესეთი საცხოვრისები შევქმნათ და ოჯახურ პირობებში მოხდეს ამ ადამიანების გადაყვანა. არ ვიცი, ეს კანონი რატო არის რევოლუციური, ალბათ ერთი-ორი საკითხია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგია, რომ მოხდა ამ კანონში შეტანა და ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ძალიან კარგად ამოვწერე ის ადგილები, სად ეწერა ხელის შეწყობა სახელმწიფოს მხრიდან და სად ეწერა ვალდებულება. ვალდებულება წერია ისეთ ადგილებში, სადაც, სახელმწიფოთვის არ იქნება, ასე ვთქვათ, ფინანსურად ძალიან ძვირადღირებული ამ კანონების მუხლების აღსრულება და ის ნაწილი, სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეშემო ადამიანების არსებობისთვის და მათი, ანუ ცხოვრებისთვის და მათი განვითარებისთვის ყველა მუხლს აწერია, რომ სახელმწიფო ხელს შეუწყობს. და ერთი ადგილი იყო ძალიან სასაცილო ჩემთვის, რომ აი, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობებზეა საუბარი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები ვალდებულები არიან, რომ ხელი შეუწყონ. იქაც ხელშეწყობაზეა საუბარი.
და რატომ არის ეს კანონი ესე რომ ვთქვათ რევოლუციური, ჩემთვის ძალიან გაუგებარია, იმიტომ რომ მე ვერ დავინახე ამ კანონში ჩემი შვილის უფლებების დაცვა, როგორ უნდა მოხდეს. ალბათ ისევ ვიხელმძღვანელობთ, როგორც თავში აღნიშნე, იმ საერთაშორისო დოკუმენტებით, რომელთაც მანამდე ხელმძღვანელობდით და როგორ შეიძლება ჩვენ ვინმეს უთხრათ, რომ შიშუპირთა კონვენციის შესაბამისად შევქმნით რაღაც კანონი. ამას ნამდვილად ვერ იტყვის. ნუ რა თქმა უნდა, იტყვიან ის ადამიანები, ვინც ეს კანონი მიიღეს, მაგრამ მე ნამდვილად ვერ ვიტყვი ამას. დიდი მადლობა, მარი. გაჯერებული ეს კანონი კეთილის სურვილებით, ცუდი არ არის კეთილის სურვილები, თუმცა ეს არ არის პასუხი ძალიან ბევრი შიშინო პირისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, შობლებისთვის, რომლებიც ხშირად გვავიწყდება ხოლმე, თუ რა მძიმე შიში, სტრესის ქვეშ უწევთ ცხოვრება, განსაკუთრებით ინსტიტუციონალიზების საფრთხის წინაშე. თუ შეიძლება, ანუ ვინც წაიკითხავს ამ კანონს, შთაბეჭდილება დარჩება, რომ სახელმწიფო არ არის წინააღმდეგი, რომ შიშიმულ ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ. აი ზუსტად ეს იკითხება, რომ ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გქონდეთ ყველაფრის უფლება, მაგრამ მე ვერაფერს ვერ გაგიკეთებთ. იყავით ბედნიერები. ანუ ესეთი შთაბეჭდილება მრჩება მე პირადად, სადაც ვკითხულობ, რომ ხელს უწყობს. ანუ გვიშორებს სახელმწიფო ძალიან კეთილი და ისე რომ ვთქვათ, ლამაზი სიტყვებით, რომ კი ბატონო, კარგად უნდა იყოთ. მაგრამ იმის იქეთ არაფერი იკითხება. ხომესი მადლობა, მარი. ეს მას შეგვიძლია მე მგონი დაუბრუნდეთ, გამოსწორდა ტექნიკური პრობლემა. მიკროფონია ჩასართავი. კიდევ ერთხელ გამარჯობა. მე მინდა ძალიან მარის სიტყვებს გამოვეხმაურო, რომ სულისკვეთება კანონის არის ესეთი, რომ გვინდა რომ კარგად იცხოვროთ, წინააღმდეგი არ ვართ, რატომაც არა, მაგრამ ამისთვის ვერაფერს გავაკეთებთ. რეალურად ძალიან სამწუხაროა, რომ თემის ბევრ წევრს დამოუკიდებელ აქტივისტს გვაქვს ესეთი შთაბეჭდილება, იმის მიუხედავად, რომ ჩვენთვის ცნობილი 2 წელი და თურმე 3 წელი მიმდინარეობს უკვე ამ კანონზე მუშაობა, რაც როდესაც გავიგე ცოტა კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ შშმ-პირთა საკმაოდ დაბალი ჩართულობით, ანუ რეალური დაბალი ჩართულობით მოხდა ამ კანონის მიღება და ამაზე მინდა ყურადღების გამახვილება. ეს კანონი საჭირო იყო კონვენციის უფრო დასაკონკრეტებლად, იმისთვის, რომ სახელმწიფოს უფრო კონკრეტულად განესაზღვრა ვალდებულებები. სამწუხაროდ ჩვენთან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში და სხვადასხვა უწყებებში ისინი ვერ აღიქვამენ საერთაშორისო ხელშეკრულებას, როგორც მათთვის სავალდებულო და პირდაპირი ძალის მქონე დოკუმენტს, თუმცა ჩვენი კანონმდებლობით და კონსტიტუციით ასე არის, ანუ კონვენცია მაგალითად სავალდებულოა მათ შორის ეს კამერა გამოერთო, ბოდიში კიდევ თქმა შეგაწყვეტინო, კამერა გამოერთო და იქნებ ჩართოთ, რომ გაუადვილდეს მაყურებელს მოსმენაც. დიახ, და ამ შემთხვევაში, ამიტომ იყო ეს კანონი მნიშვნელოვანი, რა შეერთო არა? კარგია, გავაკეთებთ. დიახ. ამიტომ იყო ამ კანონის მიღება მნიშვნელოვანი და მათ შორის ფართო ჩართულობით, თუმცა აი ამ ჩართულობის პროცესს მინდა მივავიხილო. ჩვენ ფართო თემა ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლები ვართ, რომლებიც არ ვიღებთ სახელმწიფო დაფინანსებას, არანაირი სერვისების მიწოდებაში და ასე შემდეგ, შევიტყვეთ ამ კანონის შესახებ 2018 წლის გაზაფხულზე. შემდეგ იყო 3 ორგანიზაციის ერთობლივი საჯარო განცხადება თხოვნით, რომ სამუშაო ვერსია გასაჯაროებული იყო ამ კანონის. შემდეგ რამდენიმე დღე მოგვცეს აი ამ საჯარო განცხადებების და ინტერვიუების შემდეგ, რამდენიმე დღე მოგვცეს რეკომენდაციების წარსადგენად. იყო მერე ერთი შეხვედრა 7 მაისს 2018 წლის, სადაც პირდაპირ გითხრეს, რომ ეს არის ბოლო სამუშაო შეხვედრა თემთან. საკმაოდ არადემოკრატიული რიტორიკით გამოირჩეოდნენ იქ თანამდებობის პირები, მათ შორის იმდროინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე. მან გითხრა, რომ დემოკრატია არის, რომ მოგისმინოთ, თუმცა არ არის სავალდებულო, რომ ყველაფერი რასაც თქვენ იტყვით და ზოგადად რასაც თქვენ იტყვით, რომ გავითვალისწინოთ. არ იყო არც დაუქმებული ეს შეხვედრები, არც არ ჩანს
ჩვენ მიერ წამოყენებული რეკომენდაციებიდან რომელი აისახა, რომელი არ აისახა და რა მიზნით და რა დასაბუთებით. შემდეგ დაახლოებით რამდენიმე ხნით ალბათ მე ვიტყოდი 2019 წლის შემოდგომამდე ჩვენ არ ვიცოდით ამ კანონ პროექტის კი არა და ჯერ კიდე სამუშაო ვერსიის შესახებ არაფერი. შემდეგ გავიგეთ, რომ უკვე გავიდა მთავრობის ხდომას და გახდა საკანონმდებლო ინიციატივა. შემდეგ ისევ გავავრცელეთ განცხადება ორგანიზაციებმა, უკვე უფრო მეტმა და რაღაც რეკომენდაციებიც შევიტანეთ და ჩართულობა მოვეთხოვეთ. შემდეგ უკვე სახალხო დამცველმაც გაავრცელა განცხადება, მოიკითხა ეს საკითხი ასევე ოფიციალურად და თვალს ადევნებდა მთელი ეს პერიოდი ამ კანონ პროექტის შემუშავებას. უკვე ამ წლის 14 თებერვალს მოკლედ რო ვთქვათ, დინამიკა იყო ასეთი, რომ ჩვენ ვიგებდით, რომ კანონმა რაღაც ახალი ნაბიჯი გადალახა, მაგალითად ხოჯერ შევიდა მთავრობის ხდომაზე, შემდეგ უკვე შემოვიდა პარლამენტში ინიციატივად და ვაკეთებდით საჯარო განცხადებას, შემდეგ ვიბარებდნენ სამუშაო შეხვედრაზე, იქ კიდევ ერთხელ ვაჟღერებდით ჩვენს რეკომენდაციებს, ანუ მოვიპოვებდით ამ კანონის უკვე ახალ ვერსიას, განახლებულს. შემდეგ პროცესი ისევ ჩერდებოდა, ანუ კარგახანს არ ვიცოდით რა ხდებოდა. შემდეგ უცებ გავიგებდით, რომ უკვე დავუშვათ პირველი საკომიტეტო მოსმენა გაიარა. შემდეგ იყო კიდევ რაღაც განცხადებები, კიდევ ერთი შეხვედრა და ამ შეხვედრაზე უკვე გავიგეთ, რომ თურმე ორი მოსმენის კანონი გასულია და ახლა მხოლოდ ტექნიკური საკითხების ჩამატებაა შესაძლებელი. და ასე მოხდა. ხო, რას არ შეიცავს, ხო ეს კან რას მოვითხოვდით, რომ რა უნდა ყოფილიყო იქ. პირველ რიგში რას ნიშნავს, რომ სოციალური დაცვა შშმ პირთა არის იმ დამატებითი ღირებულებების საკომპენსაციოდ, რაც შშმ პირს აქვს მისი ესე იგი სოციალური ბარიერებიდან გამომდინარე, არაადაპტირებული გარემოდან გამომდინარე. ეს ხედვა არ ჩანს, ძალიან დიდი მიღწევა, თუმცა კი რო ჩაიწერა, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრვალდებულებებს სოციალური მიმართულებით სახელმწიფო უზრუნველყოფს, ეს ჩაიწერა სოციალური დაცვის მუხლში. იგივე დასაქმებას ეხებოდით და ვამბობდით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო უბრალოდ ხელშეწყობა, არამედ უნდა ყოფილიყო, რომ სახელმწიფო იღებს ზომებს შშმ პირთა დასაქმების უზრუნველსაყოფად, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად ჩვენ თუ დავინახავთ, რომ სახელმწიფოს არ აქვს რაღაც პოლიტიკა მიმართულებით მიდგომა და რამე პოზიტიურ ღონისძიებებს არ მართავს, ჩვენ შეგვეძლო, რომ მაგალითად სასამართლოში გაგვესაჩივრებინა და მოგვეთხოვა რაღაც ქმედითი ღონისძიების გატარება. დღეს რა ფორმითაც არის, ხო, ხელშეწყობის. ნებისმიერი მოპასუხე მხარე იტყვის, რომ ხელშეწყობა არის ფართოცნება. მაგალითად, თუნდაც საჯარო მოხელის განცხადება, რომ შშმ პირები უნდა დასაქმდნენ და მოწოდება, თუნდაც მაგალითად დამსაქმებლისადმი, რომ დავძლიოთ სტიგმა, ასევე არის ხელშეწყობა. ხო? ხელშეწყობა ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითარგმნოს, ამის თქმა მინდა. რაც რა თქმა უნდა რეალურად შესაძლოა რამაც ცვლილება ვერ დადოს და შედეგი. არაფერი წერია შშმ პირთა ჩართულობის პრინციპებზე. რა პრინციპებით უნდა დაკომპლექტდეს სხვადასხვა საკონსულტაციო მექანიზმები, რომ ეს იყვნენ მართლაც შშმ პირები და არა მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებაზე დამოკიდებული დაწესებულებები, არა მხოლოდ და კარგად გაიმიჯნოს ეს მომენტი თუნდაც ხო ინტერესთა კონფლიქტის და გახდეს გამჭვირვალე. ხო, ყველა მხარეს აქვს თავისი ინტერესი, თავისი საჭიროებები, მათ შორის და თავისი გამოცდილებები, რომლებიც არის ვალიდური, მაგრამ აუცილებელი რომ ჩვენ ეს ვიცოდეთ, ხო, იმ დროს, როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას და ვის მხარეს ითვალისწინებს და რას ითვალისწინებს ზუსტად. ზუსტად ასევე აი სულისკვეთება, რომ შშმ პირი არ არის მხოლოდ სერვისების ბენეფიციარი, არამედ არის შემოქმედი და შესაძლოა იყოს დასაქმებული. ამის ხაზგასმაც შეიძლებოდა მაგალითად მისაწვდომობის კომპონენტის ჩადებით დასაქმების მუხლში. იმიტომ რომ იმისთვის რომ ჩვენთვის გარემო, ანუ დასაქმება შესაძლებელი იყოს, დასაქმების გარემო უნდა იყოს ხელმისაწვდომი და მისაწვდომი. მაგალითად, ონლაინ პორტალების, სერვისების, შიდა სამუშაო, სხვადასხვა სივრცეები. რომლებსაც დასაქმებულები იყენებენ. რაც სამწუხაროდ ხო ვიცით, რომ არ არის ძირითად შემთხვევებში. როდესაც მისაწვდომობა წერია ზოგ მუხლში, ზოგ მუხლთან მიმართებაში კი არ წერია, გამოდის, რომ ამით ერთგვარად ის იკეტება
რომ მხოლოდ აი ამ მუხლებში ამ საკითხებს ეხება ეს. კარგია რომ გაჩნდა, რა თქმა უნდა, შშმ ქალთა მუხლი ცალკე, თუმცა ისევ და ისევ ვიტყოდი, ხო, რომ ანუ კანონი გჭირდებოდა იმისთვის, რომ უფრო დაკონკრეტებულიყო სახელმწიფოს ვალდებულებები და არა იმისთვის, რომ კონვენციაში დაწერილი ისევ განგვემეორებინა მხოლოდ, ხო, პირდაპირ. აქვე დღეს ვსჯელობდით ამაზე სახალხო დამცველის საბჭოს ფარგლებში, რომ გარდამავალდებულებებში, როდესაც არის საუბარი შშმ პირთა უფლებების სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შედგენის თაობაზე 2021 წლიდან უნდა გქონდეს უკვე მსგავსი სამოქმედო გეგმა, თუმცა რეალურად საბიუჯეტო პროცესი შემდეგი წლისთვის იწყება ახლა, ანუ აგვისტოში, სექტემბერში. რაც ნიშნავს, რომ აი ახლა უკვე თუ ეს გეგმა არ გვაქვს, თავისი ფინანსური ბიუჯეტის მითითებით, ხო, ყოველი კონკრეტული ღონისძიებისთვის და აქტივობისთვის, გამოდის, რომ მომდევნო წელსაც, ანუ 2021 წელსაც, როგორ უნდა გქონდეს ქმედითი სამოქმედო გეგმა, თუ ბიუჯეტს ვერ მოუსწრო და ბიუჯეტში ამ დიდ ბიუჯეტში თუ ის არ აისახა ის სამოქმედო გეგმა, ან პირიქით, ხო, ამიტომ აქედანაც გამომდინარეობს და ვხედავთ, რომ ნაკლებად გამოდის, რომ ნაკლებად პრიორიტეტულია ზოგადად შშმ პირთა უფლებები. კანონის მიღება მოხდა ერთგვარად დაპირების შესასრულებლად, უფრო მეტად. და რა თქმა უნდა, ხო, დეკლარაციული ხასიათის ტექსტები ჩვენ უკვე ბევრი გვაქვს და არა მხოლოდ დეკლარაციული, რომელიც ასევე ხო შეგვეძლო ცნობიერების ამაღლების მიზნით თუ არის კანონი დაწერილი, იმისთვის ისინიც გამოგვეყენებინა, მათ შორის არსებობს გაეროს რეზოლუციები, არ ვიცი, სხვა ბევრი კიდევ მექანიზმი, რომელიც არ არის შესასრულებლად სავალდებულო და არის დეკლარაციული ხასიათის. პრინციპში ეს მინდოდა რომ სწრაფად მეთქვა ამ კანონთან დაკავშირებით, ბევრი სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებაც შევიდა კიდევ სხვა ნორმატიულ აქტებშიც, მათ შორის შრომის კოდექსში არის გარკვეული შრომითი გარანტიები შშმ პირთა კანონიერი წარმომადგენლებისა და მხარდამჭერებისთვის, რაც ანუ ოჯახური მოვალეობის და ვალდებულების შეთავსებას რაც ემსახურება. თუმცა ეს გამორიცხავს იმ ზრდასრული სრულწლოვანი შშმ პირების მომბლელ ოჯახის წევრებს, ანუ პირებს, რომლებიც ანაზღაურების გარეშე უვლიან ამ ადამიანებს და უწევენ ასისტირებას, აი ამ ადამიანებს გამორიცხავენ იმ შრომითი პოზიტიური ღონისძიებებიდან, როგორიცაა მაგალითად თვეში დამატებით ერთი დასვენების დღე, ფორს მაჟორულ სიტუაციაში ზეგანაკვეთური სამუშაო შესრულების დავალდებულებისგან თავის შეკავება და მსგავსი ნორმები, რაც შრომის კოდექსში უნდა შევიდეს წესით, აი ამ კატეგორიის ადამიანებს არ მოიცავს, იმიტომ რომ ამ კუთხით არ ვიყო შშმ პირთა ჩართულობა საერთოდ უზრუნველყოფილი. ზოგადად, სადაც შშმ პირთა კანონი არ წერია ესე სიტყვა შეთანხმება, სამწუხაროდ ძალიან ხშირად ჩვენ არ ვართ ჩართულები, რაც როგორ თქვა, ასე არ არის, იმიტომ რომ ის ყველა კანონი, რაც ყველა სხვა მოქალაქეს ეხება, გვეხება მათ შორის ჩვენც. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ნაბიჯები გადაედგა. რაც შეეხება იმ საუბარს, რომ შესაძლებელი იქნება კანონში მოგვიანებითაც ცვლილებების განხორციელება. სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში ამ შემთხვევაში ამ კანონის მიღებას ხელი შეუწყო საერთაშორისო დონორებმა, ექსპერტები ჩამოიყვანეს და რათა დაეთვალათ მაგალითად ფინანსური შედეგი რა იქნება ამ კანონის მიღების და ასე შემდეგ. რისი თქვა მინდა რომ თუ კიდევ არ მოხდება ამ მიმართულებით დონორის გააქტიურება, მე ძალიან მეეჭვება ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ხო ჩვენ ამდენი ხანი გქონდა შშმ პირთა სოციალური დაცვის შესახებ კანონი 96 წლის 1900-ს, ხო რომელიც შეიცვალა მხოლოდ ახლა. ეს მაძლევს იმის საფუძველს, იმის ფიქრისაც, რომ პერიოდულად რა ხა გადავხედოთ ამ კანონს, იქნებ რეალიები შეიცვალა და იქნებ ახალ რეალობასთან შესაბამისობაში რაღაც უფრო ქმედითი შევიტანოთ ამ კანონში, მე ამის იმედი სამწუხაროდ ნაკლებად მაქვს, რომ ეს მოხდება.
ამიტომ რაც შეეხება ახლა კიდევ იყო ეს საკითხი კვოტებთან დაკავშირებით დასაქმების სფეროში შშმ პირების ანუ ზოგადად ჩართულობასთან დაკავშირებით იყო კითხვა ეს როგორც გავიგეთ სულ მაინტერესებდა რა კონცეფციით დემოკრატიის კონცეფციით ხელმძღვანელობდნენ ხოლმე ჩვენი ხელისუფალი და როგორც გავიგეთ ეს კონცეფცია არის მოსმენა და გათვალისწინების ვალდებულების გარეშე. ძალიან საინტერესო. გადავალ მარიამთან კითხვით. მარიამ იქნებ უფრო დეტალურად ვისაუბროთ უშუალოდ დეინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებით რა გამორჩა კანონს და ასევე ვთქვათ მეგონი არ გვითქვამს რა არის ეს საკითხები რომელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ რომ არის წინ გადადგმული ნაბიჯი ხო არ დაგვწამონ ბრალი იმაში რომ ჩასაფრებული პოზიციიდან ვსაუბრობთ მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ჩვენ რეალურად შშმ პირთა კანონ პროექტის შემუშავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მიღებიდან პრინციპში ვცდილობდით, რომ ხაზი გაგვესვა როგორც გამოწვევებისთვის, ასევე პოზიტიური მიგნებებისთვის. მათ შორის ჩვენ არაერთ განცხადებაში, რაც ჩვენ გავაკეთეთ უშუალოდ თუნდაც პარლამენტში კანონ პროექტის ინიციირების შემდგომ იყო აღწერილი მთელი რიგი წინ გადადგმული ნაბიჯები. მათ შორის იყო კონვენციის მთელი რიგი ცნებების შემოტანა კანონ პროექტში. ეს არის გონივრული მისადაგება, უნივერსალური დიზაინი, სპეციალური მოსარჩელი ამაზე შემდგომ უკვე მოგვიანებით უფრო ფართოდ გვექნება საუბარი და ასევე თუნდაც შშმ პირების ფიზიკური, ფსიქიკური ხელშეუხებლობის უფლება, დახმარება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში და ასე შემდეგ. თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი მთავარი არგუმენტი და ჩვენი მთავარი მოსაზრება ამ საკითხებთან დაკავშირებით იყო ის, რომ ეს პოზიტიური ცვლილებებიც არ დარჩენილი იყო მხოლოდ ფურცელზე და რეალურად სახელმწიფოს თუნდაც გონივრული მისადაგების და უნივერსალური დიზაინის პრინციპები და ცნებები სწორედ განემარტა, არა როგორც რაღაც კონკრეტულ უფლებასთან მიმართებით და არა კონკრეტულ უწყებასთან მიმართებით, როგორც ეხლა გვაქვს, არამედ მთელ რიგ უფლებებთან მიმართებით და შეექმნა ამ კონცეფციების იმპლემენტაციის და გამოყენების რეალური ბაზისები. რაც შეეხება ახლა უშუალოდ მარიმაც ძალიან კარგად და ფართოდ ისაუბრა დეინსტიტუციონალიზაციის ნაწილზე, მაქსიმალურად მეც ვეცდები რომ მოკლედ მიმოვიხილო ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ჩვენი ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ჰქონდა კოალიციურად ამ ხნის განმავლობაში, რეალურად ჩვენ მაქსიმალურად ყოველთვის მივუთითებდით სახელმწიფოს, რომ აუცილებელია, რომ ინსტიტუციონალიზაციის აკრძალვის ნაწილში და სახელმწიფოს ვალდებულების ნაწილში, რომ მოახდინოს დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაცია, ეს ვალდებულება ნათლად გაწერილიყო კანონში. რატომ უნდა გაწერილიყო ეს ვალდებულება კანონში? იმიტომ, რომ პირველ რიგში არსებობს საერთაშორისო ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა, ეს არის გაერო შშმ პირთა კონვენცია, რომელიც ნათლად და ძალიან მარტივად ხაზს უსვამს იმას, რომ შშმ პირები არ უნდა იყვნენ ინსტიტუციონალიზებული და სახელმწიფოს აქვს ამის ვალდებულება, დეინსტიტუციონალიზაციის ვალდებულება და ამ ადამიანების უშუალოდ ინტეგრირების ვალდებულება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რეალურად მეორე მხრივ გვაქვს წლების წინ რაღაც სახელმწიფოს დეკლარირებული ხედვა, რომ უნდა გაენახორციელოს დეინსტიტუციონალიზაცია, უნდა შექმნა შესაბამისი სამოქმედო გეგმების სტრატეგიები დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით, თუმცა რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯები, ხელშესახები ნაბიჯები არ ჩანს. რეალურად იმიტომ გვჭირდება ჩვენ მყარი სამართლებრივი გარანტია, იმიტომ რომ წლების განმავლობაში გვაქვს გამოცდილება იმისა, რომ პარლამენტი, მთავრობა ღებულობს სამოქმედო გეგმებს, სტრატეგიებს, დებს ამ კონკრეტულ ვალდებულებებს დეინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად წლები გადის და ანუ ერთი სამოქმედო გეგმიდან მეორე სამოქმედო გეგმაში გადადის ეს ვალდებულებები და რეალურად, როგორც ვთქვი, უკვე ხელშესახები ნაბიჯები და შედეგები არ გვაქვს. რეალურად საქართველოში სიტუაცია არის ძალიან მძიმე. მაშინ, როდესაც შშმ პირთა კანონს იღებ და რეალურად გაქვს იმის ხედვა, რომ მაქსიმალურად შეცვალო და გაუმჯობესო ამ ჯგუფის წარმომადგენელთა
უფლებრივი მდგომარეობა, აუცილებელია რომ მხედველობაში პირველ რიგში მიიღო ის ჯგუფი, ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული მოწყვლადობით გამოირჩევა შენ ქვეყანაში, ხომ? ეს ადამიანები დიდი ზომის ინსტიტუციებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და შიშინაური პირებისთვის განკუთვნილ პანსიონატებში წლების განმავლობაში ცხოვრობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ სხვაგან წასასვლელი არ აქვს, სახელმწიფოს არ გადაუდგა შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ შეექმნა და მთელ საქართველოს ტერიტორიაზე გაიხადა მისაწვდომი თემზე დაფუძნებული სერვისები და სწორედ ამის გამო არ არსებობს სხვა ტიპის მხარდამჭერი სერვისები და ამის გამო ეს ადამიანები უკიდურესად მძიმე ღირსებაშემლახველი პრაქტიკის პირობებში ცხოვრობენ და ამ შემთხვევაში ღირსებაზე როცა ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში არ მაქვს მხოლოდ ფიზიკური გარემო, რომელიც ძალიან ბევრი ინსტიტუციაში ძალიან მძიმეა, იმიტომ რომ უშუალოდ თვალითაც ვისაც გაქვთ დანახით ამ ეთანხმებით, არამედ უშუალოდ დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ, პატერნალისტური დამოკიდებულება საკუთარ ცხოვრებაზე, რეალური ზემოქმედების მექანიზმების არ ქონა, მათ შორის დამოკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარჩვევების დაკარგვა, საზოგადოებისგან გარიყვა, მთელი რიგი მათ შორის ქიმიური და ფიზიკური შეზღუდვების პრაქტიკები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა და მიუხედავად ციფრებისა, რომ ეს არ ეხება თქვათ ძალიან მცირე ჯგუფს და ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა სახელმწიფოს პრიორიტეტიზაცია უნდა მოეხდინა ამ ადამიანების ინსტიტუციებიდან გამოყვანის, საქმე ეხება ასობით ადამიანს, რომელიც ასეთ დიდ დაწესებულებაში ცხოვრობს, ფაქტობრივად, მაგალითად სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად 6 თვეზე მეტი დაყრდნობის 2019 წელს უკვე 1070-მდე ადამიანი იყო და უშუალოდ გაეწერა დაახლოებით 65-70 ადამიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქ ცხოვრობენ და პრაქტიკულად წასასვლელი არ აქვთ. რეალურად და ყოველგვარი აი ამ მძიმე გამოცდილების და მძიმე გამოწვევების საპირწონედ სახელმწიფომ შიშინაურ კანონში არ ჩაწერა იმის ვალდებულება, რომ უწყება რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ინსტიტუციონალიზაციის ამ ადამიანების გამოყვანის ინსტიტუციებიდან და შესაბამისი მათი უფლებების დაცვის გარანტიების შექმნის. ანუ აბსოლუტურად აზრს მოკლებულია მაშინ, როდესაც დეკლარირებულად გაქვს ის მიზანი, რომ შეცვალოს შიშინაურ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. რეალურად, როცა ვსაუბრობ ინსტიტუციონალიზაციაზე, აუცილებლად უნდა მივიღოთ ხედულობაში ის, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი მხრივ, თქვათ, რაღაცა კანონმდებლობით ან ინსტიტუციური ჩარჩოთი, ან თქვათ, პოლიტიკის დოკუმენტით გაცხადებული, თქვათ, ზოგადი თუ ძალიან კონკრეტული ვალდებულებების ჩადება და აღსრულება. დეინსტიტუციონალიზაცია თვითონ პროცესი არის ძალიან მრავალმხრივი და არა მხოლოდ თქვათ დიდი ინსტიტუციების დახურვას გულისხმობს, არამედ გულისხმობს მთელი რიგი სერვისების შექმნას. ანუ ამ შემთხვევაში ვსაუბრობ სოციალური დაცვის სერვისებზე, ადეკვატური საცხოვრისის უფლებაზე, იგივე შრომის და საქმეების ჯანდაცვის უფლებაზე და ასე შემდეგ. და ეს სახელმწიფომ ერთად უნდა აღექვას ძალიან, იმიტომ რომ რეალურად მართლა მრავალშრიანი პრობლემა არის და თუ არ მოხდება ისი აღქმა და თუ არ მოხდება თქვათ კარგად შემზადება ამ პროცესისთვის, რეალურად ძალიან მძიმე შედეგებს მოგცემს მხოლოდ ინსტიტუციების დახურვა. ან პრინციპში არ დახურვა და ადამიანების დარჩენა ესეთ მძიმე პირობებში. რეალურად როცა საუბრობდით ამაზე, არა მხოლოდ ინსტიტუციონალიზაციას ვითხოვდით, უშუალოდ საპარლამენტო მოსმენების თუ იუსტიციის სამინისტროს წინაშე, არამედ ვითხოვდით იმას, რომ შექმნილიყო სოციალური დაცვის ადეკვატური მექანიზმები. იმიტომ რომ თუნდაც საერთაშორისო სტანდარტებით სოციალური დაცვის უფლება როგორც ესეთი არსებობს. ეს არის უფლება და ამ უფლების უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს და ეს არ არის სახელმწიფოს კეთილი ნება. რომ ვთქვათ რაღაცა ტიპის სოციალური ბენეფიტებით უზრუნველყოფს კონკრეტული შიშინაური პირები და მორჩა. რეალურად სოციალური დაცვის უფლება ძალიან ბევრი შისგან შედგება და მათ შორის არის ზუსტად ადეკვატური საცხოვრისით უზრუნველყოფის უფლება. სამწუხარო არის ის, რომ როდესაც ჩვენ ამ უფლებაზე ვსაუბრობდით და ამ უფლების რეალური ინკლუზიაზე ვსაუბრობდით, არ ქონდა მიმღებლობა ჩვენს რეკომენდაციებს არც საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან და არც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, ის რომ რაღაც კანონმდებლობაში არის გაბნეული რაღაცა გარკვეული
რაღაც მუხლები და პუნქტები, თურმე ის მიიჩნეოდა სოციალური დაცვის უფლებად, რაც რა თქმა უნდა არის აზრს მოკლებული. იმიტომ რომ პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა დააწესოს ამ უფლების სტანდარტი და შემდგომ უკვე გაითვალისწინოს შესაბამისი ვალდებულებები. საცხოვრისზე როცა ვლაპარაკობთ, ისედაც მძიმე სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში უსახლკარობასთან ბრძოლის ნაწილში, ისედაც ბევრი უსახლკარო გვაქვს და უსახლკარობის საფრთხის წინაშე მყოფი პირები და მათ შორის ინსტიტუციებში მცხოვრები პირებიც არიან ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც ზოგადად საერთაშორისოდაც აღიარებული არიან როგორც სახლის ამქონე ჯგუფი, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სახელმწიფომ საცხოვრისის პოლიტიკის ჩამოყალიბების ნაწილში. მაშინ როდესაც არ გაქვს და არ განსაზღვრავ თუ რა კონკრეტული ვალდებულებები ეკისრება სახელმწიფოს საცხოვრისით უზრუნველყოფის ნაწილში შიშომი პირების და თუნდაც ინსტიტუციებიდან გამოსული ადამიანების, ან თუნდაც ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის ნაწილში ხო ამ ადამიანების რეალურად ძალიან მძიმე შედეგებამდე მივალთ, იმიტომ რომ რეალურად პირველ რიგში მნიშვნელოვანია რაღაცა საკანონმდებლო საფუძველი და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა ეფექტიანი იმპლემენტაცია, რაც ორივე შემთხვევაში, ორივე მიმართულება ჩვენს რეალობაში ხშირ შემთხვევაში არის პრობლემური. რა შემოგთავაზა კანონმა, თუნდაც იგივე სოციალური დაცვის მიმართულებით, საცხოვრისის უფლების მიმართულებით, შემიძლია ვთქვა, რომ საცხოვრისთან დაკავშირებით საერთოდ არ არის ჩანაწერი, სოციალური დაცვის უფლებაზე არის აბსტრაქტული, რაც ისედაც წერია პრინციპში სხვა კანონებში, რომ შიშომი პირების სიღარიბის განდაცვის პროგრამების შექმნა უნდა უსრულმოყოლონ, ეს წერია ისედაც სოციალური დაცვის კანონში. მნიშვნელოვანი იყო, რომ ის რაღაც კონკრეტული ვალდებულებები, კონკრეტულ უწყებასთან დაკავშირებით და უფლებრივი სტანდარტები შემოითავაზებინა კანონმდებლობას, თუმცა არ გვაქვს. იგივე არის შრომასთან დაკავშირებით, იმისთვის რომ იყო ჩართული საზოგადოებაში და ვთქვათ, რაღაცა კონდეს იმის გარანტიები რომ იქნები ვთქვათ არ იქნები ინსტიტუციონალიზებული და არ დაგჭირდება ეს მძიმე გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის წინაშე იდგები რომ გექნება არჩევანი რომ დარჩე საზოგადოების წევრად და საზოგადოებაში იცხოვრო. მნიშვნელოვანი არის შესაბამისი თუნდაც დასაქმების მიმართულებითაც არ არსებობს მტკიცებით ფორმაში სახელმწიფოს ვალდებულებები. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის რომ უზრუნველყოს შრომის და დასაქმების უფლება და ამასთან მიმართებითაც ქონდა რეალურად კომენტარები, რეკომენდაციები და არ იყო გათვალისწინებული. ასევე როგორც ეს ისაუბრა, იგივე ვთქვათ სოციალური პაკეტის ნაწილში, ხო? სოციალური დაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ არა რაღაცა შეიძლება ძალიან კონკრეტულად არ მომხდარიყო მისი დარეგულირება, თუმცა ის, რომ სოციალური პაკეტის დანიშნულება რა არის და მისი პრინციპი რა არის, ის ჩადებულიყო კანონში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ეს უნდა ზოგადადად სახელმწიფო უწყებების მხრიდანაც, იგივე საზოგადოების მხრიდანაც ეს აღიქმება როგორც რაღაცა ვთქვათ კეთილი ნება და არა ის რომ შიშომი პირებს აქვთ დამატებითი ბარიერები, რომლის დაძლევების ბაშით ჭირდებათ რაღაცა დამატებითი ფინანსური ხარჯები და სახელმწიფო ვალდებულია რომ აუნაზღაუროს მათ ეს ფინანსური ხარჯები. და თუნდაც ის რომ ვთქვათ რაღაცა შესაძლებლობის შეზღუდვის ნაწილში როგორც ჩვენთან გვაქვს, ამ ნაწილით კი არ გადაწილდებოდა ეს სოციალური პაკეტი, არამედ ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად და არა ვთქვათ რაღაცა სამედიცინო მოდელის შესაბამისად, როგორც ახლა გვაქვს. რეალურად ძალიან ბევრი მიმართულება არის და ძალიან ბევრი გამოწვევა არის. რეალურად მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გამოვეხმაურეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ამ ნაწილში, განსაკუთრებით როდესაც ინსტიტუციონალიზაციაზე ვსაუბრობთ, რეალურად სახელმწიფომ არც აღმასრულებელმა და არც საკანონმდებლო ხელისუფლებამ არ გაითვალისწინეს ეს მართლაც ლეგიტიმური რეკომენდაციები შიშომი თემის პირველ რიგში და მათ შორის შიშომი პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების და არ მოახდინეს ამ საკითხების ისეთი რეგულირება, რომელიც შეესაბამება რეალურად საერთაშორისო სტანდარტებს და რომელიც დააკონკრეტებდა სახელმწიფოს ვალდებულებას, რომ ესა თუ ის ნაბიჯი გადაედგა. მათ შორის არის გარდამავალ დებულებებში. არსად არ წერია, რომ მაგალითად დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს სახელმწიფომ, განსხვავებით სხვა რაღაცა ტიპის ინსტრუმენტებისგან, რომელიც გვხვდება გარდამავალ დებულებებში. საინტერესოა თვითონ რა სიტყვის გაერო შიშომი პირთა უფლებების კომიტეტი, რომელმაც დაუსვა შეკითხვების სახელმწიფოს განხილვის დროს და პირდაპირ მოთხოვა კითხვებზე პასუხი, თუ რას აპირებს სახელმწიფო დეინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებით, უშუალოდ საცხოვრისის სერვისების ჩამოყალიბების ნაწილში. საინტერესო იქნება ამ
შემდგომ წელს მისი რეკომენდაციებით და გათვალისწინების მდგომარეობაც, რასაც დავაკვირდებით, თუმცა კანონმდებლობის გარეშე პრინციპში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, რომ რაღაცა კოორდინირებული და ერთიანი ნაბიჯები გადაიდგეს ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა მარიამ. შევაჯამოთ აქამდე რაც თქვით, რეალურად როგორც ნანამ აღნიშნა, ხო, ეს კანონის მიღება თავისთავად განაცხადი იყო და რაღაც ფორმით სახელმწიფომ დააფიქსირა, რომ პრიორიტეტი არის მისთვის შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, თუმცა შინაარსით, იქიდან გამომდინარე თუ არ ჩავთვლით რაღაც ერთეულ პოზიტიურ სიახლეებს, წვავე პრობლემებზე, როგორც ეკვიდნარიანობა და ინსტიტუციონალიზაცია, იგივე სოციალური დაცვის გარანტიები, რომელიც მარიამმა ახსენა, მათ შორის საცხოვრისის საკითხები არ იქნა გათვალისწინებული ამ კანონით. ეს კანონი არის დიდწილად კეთილის სურვილების კრებული და აქ აღინიშნა რამდენჯერმე და ეს არ არის რაღაცა იურიდიული განსხვავება, ხო, ფუნდამენტური განსხვავება აქვს ამას შედეგების თვალსაზრისით, ხელს უწყობს ეწერება თუ უზრუნველყოფს ეწერება, ხო, აქ არის ზღვარი ზუსტად ვალდებულებასა და რაღაცა დეკლარაციას შორის. და ნუ თავისთავად პროცესიც, როგორც ესმამ და მარიმ ისაუბრეს, იყო არასათანადო შიშრომო პირების და ორგანიზაციების ჩართულობის კუთხით. აქ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ ჩვენი ორგანიზაციების მხრიდან ალბათ ჩვენი ბრალია, რომ ვერ მოხერხდა სწორი კომუნიკაცია სხვადასხვა საელჩოსთან, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, არ იქნა ვერ მოახერხეთ და სათანადოდ ვერ აუხსენით რა გამოწვევები და რა პრობლემები არის, რა პრობლემები იყო პროცესთან თუ შინაარსთან დაკავშირებით ამ კანონზე უცებ საუბრობთ და ამიტომაც მივიღეთ ის განცხადება საელჩოს მხრიდან, რომელსაც ახლა აფრიალებენ და წარმომიდგენია ახლა ამ კანონის ინიციატორები და მხარდაჭერები რა ფორმით მიაწვდიდნენ საელჩოს ინფორმაციას ამ კანონის შესახებ. ნანიკო, იქნებ ამ დეკლარაციიდან გამომდინარე მაინც როგორ ფიქრობ სასამართლო პრაქტიკა, განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაწილში როგორი იქნება, რამდენად შეუძლია სასამართლოში, რამდენად შეგვიძლია სასამართლოში ამგან დავა სხვადასხვა მიმართულებით და ისევ ის მისასალმებელი სიახლე, რომელიც აღინიშნა სპეციალური მოსარჩელის ცნების შემოტანა, რამდენად იქნება ქმედითი ინსტრუმენტი. მიკროფონი არის ჩასართული. მადლობა კოტე. კი, მთავარი არის რა, რომ ჩვენ ხშირად ვახსენებდით ხოლმე ბოლო 3-4 თვის განმავლობაში და მთავარი აქცენტი გქონდა კანონის დეკლარაციულობაზე, ხო? და ეს თავიდან არ აღიქვემდებოდა ისეთ პრობლემად, ანუ მხოლოდ ეს რა მოხდა, რომ დეკლარაციულია, ეს რატომ არის მთავარი პრობლემა. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა კანონის, იქედან გამომდინარე, რომ ეს გვადათმევს შესაძლებლობას, რომ რეალურად გამოვიყენოთ ის პრაქტიკაში. ანუ კანონის დანიშნულება უნდა იყოს ორი უმთავრესი, ხომ? ერთი ის უნდა ქმნიდეს, რაზეც აი მარიამა ისაუბრა იგივე სოციალურ დაცვის უფლებასთან მიმართებით, რომ ის უნდა ქმნიდეს რაღაცა ჩარჩოს, ხო? სტანდარტებს, რომელიც საერთოდ უნდა წავიდეს სახელმწიფო, აი ამ ნაწილში მინდა ასევე განვიხილო იმპლემენტაციის და კოორდინაციის მექანიზმი, რომელსაც ასევე ძალიან ხშირად ვახსენებთ ხოლმე წლების განმავლობაში და აი შეიძლება ამ ნაწილში ჩაწერილი იყო, რომ ვალდებულება აიღო სახელმწიფოს ამ კანონში, მაინც იმიტომ რომ ამდენი წელია ვიძახით და ვერ შეიქმნა ასეთი ორგანო, რომელიც ხელს უშლის რეალურად კონვენციის აღსრულებას და მეორე უკვე ინდივიდუალურ დონეზე კანონი უნდა ქმნიდეს შესაძლებლობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კონკრეტული ერთი ადამიანისათვის, რომ ის თუ იგრძნობს და ჩათვლის, რომ ის უფლება დაირღვა, წავიდეს სასამართლოში და დაიცვას თავისი უფლება. ანუ შესაბამისად, იმისთვის რომ დაიცვას, რაღაცა მოთხოვნის საფუძველი ჭირდება ადამიანს, ხო? შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, იურისტს, რომელიც წარმოადგენს მას სასამართლოში. და იმ შემთხვევაში, როდესაც კანონში წერია, რომ სახელმწიფოს ანუ შეუძლია, სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომ მაგალითად დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სოციალური დაცვის უფლება იქნება, საცხოვრისის უფლება იქნება თუ ასე შემდეგ, მაშინ ანუ რეალურად ხელიდან გვეცლება შესაძლებლობა, რომ რაღაცა მოთხოვნა დავაყენოთ სასამართლოში და შევძლოთ, რომ აი ამ კონკრეტული ერთი ადამიანის დარღვეული უფლება აღვადგინოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ამ კანონის, მიუხედავად აი რაღაც ბევრი პოზიტივია, ბევრი რამდენიმე პოზიტიურაც გამოვყავით, ანუ იმის აღსრულებაც კი შეუძლებელი ხდება. იგივე არის ამას უნდა მივაბად სპეციალური მოსარჩელის
ინსტიტუტის შემოღება. ეს ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განვმარტოთ მსმენელისთვის. ეს არის მიდგომა, რომელიც ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს, რომელსაც აქვს 3 წლიანი გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში, შეუძლიათ რომ დარეგისტრირდნენ ორგანიზაციას და მიმართონ სასამართლოს, თუ კი თვლიან, რომ კონკრეტული ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან პირთა ჯგუფის ან კოლექტიურად უფლება ირღვევა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირიქით ჩვენ ამას ყოველთვის ჩვენი კომენტარებიც იყო აი იუსტიციის სახლის იუსტიციის სამინისტროში განხილვის ეტაპზე რომ ესეთი ინსტიტუტი უნდა შექმნილიყო, მაგრამ იმისთვის რომ მაგალითად PHR EMC მუშაობთ ამ თემაზე, ხო? ჩვენთან რომ მოვა ადამიანი და გთხოვს რომ დავიცვათ ის სასამართლოში, ჩვენ ამას გამოვიყენებთ ამ ახალ ინსტრუმენტს, ხო? სპეციალურ მოსარჩელის, მაგრამ იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით, წავალთ სასამართლოში და მოთხოვნის საფუძველი არ გვაქვს. იმიტომ რომ კანონი ფაქტობრივად კეთილნებად ასაღებს, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას ცალკეულ უფლებებთან მიმართებით. ეს ვფიქრობ, რომ არის ძალიან პრობლემური და იმ ძალიან კარგ და მნიშვნელოვან სიახლეებსაც კი თავის აზრს უკარგავს. ასევე მინდა გავაგრძელო ეს საკითხი ვადებთან მიმართებით ეს არ უნდა გამოგრჩეს, იმიტომ რომ კანონს ჭირდება აღსრულება, ხო? ანუ იგივე ეს ორივე ნაწილს, ან როგორც თქვა, ინსტიტუციურ დონეზე, ისე ინდივიდუალურ დონეზე, უფლებების დაცვის ნაწილში და ეს ვადები, რაც გვაქვს მოცემული გარდამავალ დებულებებში, ან ფაქტობრივად რაღაც კიდევ რაღაც 25 მაგალითად მისაწვდომობის ნაწილი 2035 წლამდე უნდა განახორციელოს სახელმწიფომ. ეს არის წარმოუდგენელი ვადა, იმიტომ რომ დღეს, როდესაც ერთ კონკრეტულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უჭირს გარეთ გასვლა იმ ბარიერების გამო, რაც არის ხო სახელმწიფოში მისაწვდომობასთან, იგივე ფიზიკური მისაწვდომობასთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ მაგათ ვეუბნებით, რომ 2035 წლამდე კიდე მოიცადე. ანუ ამას ვეუბნებით, ჩვენ უკვე წლებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომ მოიცადეთ კიდევ ერთი წელი და ასე 2 წელი, 3 წელი, იგივე სოციალური მოდელი. ანუ რა ვიცი, დაახლოებით 15 წელია, შეიძლება ვცდები, მაგრამ აი ეს ვადა არის, რომ სახელმწიფო ამბობს, რომ გადავდივარ სოციალურ მოდელზე, ამ კანონში გაჩნდა ნამდვილად ეს სოციალური მოდელის კომპონენტი. მაგრამ 2023 წლამდე მხოლოდ ჯერ გეგმა უნდა დადონ, როდის დაიწყება ამის ამუშავება. ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ჩვენ კონკრეტულ რეალურ ადამიანებზე ვსაუბრობთ, რომლებსაც დღეს ჭირდებათ დასაქმება, სოციალური დაცვა და ასე შემდეგ. და ერთი ძალიან პატარა კომენტარი მექნება პერსონალური ასისტენტის ნაწილზე და მხარდამჭერის რეფორმასთან მაშინ მინდა რომ ეს განვიხილოთ. ანუ კანონში გაჩნდა პერსონალური ასისტენტის სერვისი, რომელიც რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი სერვისი იქნება, ჩვენ მივესალმებით ეს არაერთხელ აღნიშნეთ, როდესაც ჩვენ განცხადებებს ვაკეთებდით, თუმცა აი ესეც ცოტა არათანმიმდევრულია, იმიტომ რომ ერთი სერვისის გაჩენა ცოტა აი ესე ზოგადად ჩარჩოში, მაგრამ პირიქით, ანუ რაღაც კონკრეტიკა შეიძლება კარგიც იყოს, იქნა გამომდინარე, რომ რაც არის დაკონკრეტებულია, იმასაც არ ვასრულებთ, მაგრამ რატომ არის მაინც ეს სერვისი და რატომ არა იგივე მხარდამჭერის სერვისი, რომელიც ანუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა იყო და სახელმწიფოს ინტერესში უნდა იყოს, რომ ეს რეფორმა რეალურად აღსრულებადი გახადოს, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ 2015 წლის მერე სახელი შევუცვალეთ, ანუ ქმედუნარიანობა გადავთქვით, რომ არის მხარდამჭერი, ხო? ანუ მეურვის ნაცვლად, მაგრამ პრაქტიკაში ჩვენ ამ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების მაჩვენებელი არ გვაქვს, ეს ცალსახა არის, იმიტომ რომ არანაირი სერვისი, არანაირი ფინანსური რესურსი არ ჩადებულა სახელმწიფოს მხრიდან. და ეს ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთი პრობლემურია და აი ძალიან ისეთი ცოტა კომიკურია, იმიტომ რომ პერსონალური ასისტენტი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის ქმედუნარო პირი. ანუ აი ესეთი ჩანაწერიც კი არ გაკეთებული, ანუ რეფორმა, რომელიც უნდა იყოს სახელმწიფოსთვის არის ყველგან სალაპარაკო, ანუ ესეთ ხარვესაც გულშობი, რომ კანონში კიდევ ამკვიდრებენ ამ ტერმინს. არათუ რაიმე არსებით ცვლილებებზე არის საუბარი ამ მიმართულებით შინაარსში. ეს არის მოკლედ, კიდევ ბევრი თემა შეიძლება იყოს, მაგრამ რაც მინდოდა მე თქვა ჩვენი მსმენელისთვის და თუ რაიმე კითხვები იქნება, სიამოვნებით ვუპასუხო. და აი ამ დონეზეც კი ბოლოსაც ახსენე, ხო? ქმედუნარობის ცნების გამოყენება ამ დონეზეც კი არ იქნა გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გქონდა თავი დავანებოთ რაღაც უფრო ფუნდამენტურ საკითხებს. თუმცა რა თქმა უნდა მოგვისმინეს და ანუ დემოკრატიის ცნება რეალიზება მოხდა თავარი. იქნებ ესმარ თუ გესმის ჩვენი ესმა მიკროფონი არის გამორთული. კარგად.
დიახ, კი, ხაზზე ვარ. ხო, ეს მაგრამ რაღაცნაირად რომ შევაჯამოთ და შევაფასოთ ეს პროცესი, უშუალოდ ეს პროცესი, რომელიც წარიმართა და დაგვირგვინდა კანონის მიღებით და როგორ ხედავ მომავალში რა უნდა გაკეთდეს მსგავსი პროცესის უკეთესად დასაგეგმად და ზოგადად როგორ ფიქრობ რა გვასწავლა ამ პროცესმა, ამდენად არის პრიორიტეტი ქვეყნისთვის შიშიმ პირების უფლებები. დიახ, ანუ პირველ რიგში მინდა რომ გამოვეხმაურო ნანას ნათქვამს ხო სოციალურ მოდელთან დაკავშირებით რომ ბოლო ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმაშიც და სტრატეგიაშიც იყო 1920 წლების სამოქმედო გეგმაშიც იყო ამ მოდელზე გადასვლა და ანუ ეხლა თურმე ისევ უკვე 2023 წლისთვის გადავდებთ და ეს უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითი არის იმისა თუ როგორ ხდება ჩვენი შიშიმ პირთა უფლებების ნელ-ნელა გადადება და გადადება თანდათან. კი, რაც შეეხება პოზიტიური მომენტიც რო გავიხსენოთ, რაც კარგია რომ კანონში დაბრუნდა შიშიმ პირთა ორგანიზაციის განსაზღვრება, რომელიც თავიდან იყო, როდესაც ჩვენ იუსტიციის სამინისტროში აი შეხვედრაზე მოვხვდით, იმ განხილულ შეხვედრაზე. თუმცა ვერ მოხდა ეს დასაქმებასთან დაკავშირებით ხო კვოტები, რომლებიც არც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, როგორც არის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კი მოხდა შიშიმ პირთა მასობრივი დასაქმება, ამა თუ იმ ეტაპზე, როგორც დროებით ღონისძიება, როგორც ასეთი, არის გამოყენებული და იყო. ეს ნორმა თავის დროზე იუსტიციის სამინისტროში შეხვედრაზე დაბლოკა პედაპირ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა და ესეთი რიტორიკით, რომ თქვენ ქვეყნის დაღუპვა გინდათ და ასე შემდეგ, ნუ გადავჭიხავთ ქვეყანას ეკონომიკურ კოლაფსშიო. დიახ, რაც შეეხება სამომავლოდ რა იქნება მნიშვნელოვანი იქნება ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, ასევე მნიშვნელოვანი იქნება რომ აი სპეციალური მოსარჩელის ნორმები აქტიურად გამოვიყენონ ორგანიზაციებმა, რომლებსაც ამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება ექნებათ. ასევე შესაძლოა გარკვეული დადებითი როლი შეასრულოს თუ კი საქართველოს ეყოლება, ასევე უბრალოდ თუ კი გაეროს შიშიმ პირთა კომიტეტში იქნება ქართველი ექსპერტი შიშიმ პირთა უფლებებში წევრი. და რატომ? რა თქმა უნდა, მსგავს ექსპერტს შესაძლოა არ ქონდეს პირდაპირ წვდომა საქართველოსთან ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით კომიტეტის შიდა რეგულაციებიდან გამომდინარე. თუმცა ის უფრო ოპერატიულად შეძლებს აი ამ ინფორმაციის მიწოდებას ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე კომიტეტის სხვა წევრებისთვისაც თუნდაც მათ შორის. და ეს ამან შესაძლოა ქვეყანას ერთგვარად мотиваცია მისცეს, რომ მეტი რეალური ნაბიჯები გადადგას. უკვე თუნდაც პროგრამების დონეზე, ხო არა მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივების დონეზე, კანონმდებლობის დონეზეც ისეთი კანონები, როგორიც არის მაგალითად მარაქეშის შეთანხმება, აუცილებელია მათი რატიფიცირება, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ გაეროს მიერ შიშიმ პირთა კომიტეტმა რომ გამოაგზავნა სია კითხვები, იქაც წერია თუ აპირებს საქართველოს სახელმწიფო ამ ხელშეკრულების რატიფიცირებას, იმიტომ რომ ეს ხელს უწყობს მაგალითად წიგნებზე მისაწვდომობას ბეჭდურ მასალაზე იმ ადამიანებისთვის, მათ შორის უსინათლოებისთვის, ასევე დისლექსიის მქონე პირებისთვის, ვინც ანუ დაბეჭდილ წიგნს, ბრტყელი შრიფტით დაბეჭდილს, თვალხილულად ეგრეთ წოდებულად ვერ კითხულობს რაღაც მიზეზების გამო. ესეთი ტიპის ხელშეკრულებების რატიფიცირება იქნება ასევე კონვენციის რეალური განხორციელების და ამ კანონის ასევე რეალური შესრულების, ასე ვთქვათ, მექანიზმი. ასევე მნიშვნელოვანი იქნება სასამართლოს როლი, რომ მან თუ კი კანონს და კონვენციას შორის მაგალითად რამე კონფლიქტი იქნება გამარტების თვალსაზრისით, გამოიყენოს კონვენცია, რადგანაც ის არის საერთაშორისო ხელშეკრულება შეთანხმება, მას უფრო მეტი სამართლებრივი ძალა აქვს მათ შორის. და ხო, სამწუხაროა, რაც მოხდა დეინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებით, მარიამმა რაც ახსენა, ნიშნავენ იყო ამ მუხლის გაჩენა კანონში, იმიტომ რომ ჩვენ ამ კანონში გვაქვს მუხლი, სადაც წერია რომ დაუშვებელია შიშიმ პირის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მისი ნების გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს არის გამართლებული პენიტენციური მიზნებით, ანუ თუ კი იხდის ციხის სამართლის, ესე იგი სასჯელს დანაშაულისთვის და კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. ანუ კანონი პირდაპირ ამბობს, რომ იქ იარსებებს და არსებობს სხვა შემთხვევები, აძლევს სხვა შემთხვევებს არსებობის უფლებას და ამავდროულად არ აწესებს დეინსტიტუციონალიზაციის
ვალდებულებას, რაც ძალიან ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა აი ამ გამონაკლისის და იმედია ეს გამონაკლისი წესად არ იქცევა. უშუალოდ პროცესთან დაკავშირებით ესმა შიშიმაპირების ჩართულობის მნიშვნელობაზე და ფორმაზე მომავალში რას უჩვევდით? შიშიმაპირთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, რომ სახელმწიფომ პროაქტიულად მოახდინოს შიშიმაპირთა ინფორმირება. იმ პირობებში, როდესაც და არ იყოს ეს მხოლოდ თქვათ ერთ ვებსაიტზე, სადაც ინფორმაციის გამოქვეყნება, არამედ პროაქტიულად ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმება სხდომები, იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები, ატვირთვა თუნდაც სამუშაო ვერსიებისა და შესაძლებლობის მიცემა ადამიანებისთვის, რომ კომენტარები დაწერონ, რეკომენდაციები და რაც მთავარია, ამ რეკომენდაციების აღრიცხვა და გათვალისწინება, რა გავითვალისწინეთ, რა არა და რის საფუძველზე, რომ ჩვენ ვიცოდეთ, ვინ რა და რა თქმა უნდა, მსგავსი სამუშაო შეხვედრების შეძრების დაგვარად დაუქმება. იმისთვის, რომ ჩანდეს, ვინ რა პოზიციებს ამყარებს და როგორ იცავს შიშიმაპირთა უფლებებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ადამიანი არაკეთილსინდისიერად საჯაროდ შესაძლოა კანონს მაგალითად მიესალმებოდეს, უფრო დახურულ შეხვედრებზე აკრიტიკებდეს მას, კონკრეტულ შენიშვნებს ამბობდეს, საჯაროდ ამავეს აღარ აჟღერებდეს, შემდეგ სხვებს აჩუმებდეს, ვინც აი ამ შენიშვნებს და რეკომენდაციებს საჯაროდ აჟღერებენ და აი ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია აღრიცხვა ჩართულობის, იმისთვის რომ ვიკვლიოთ და გავიგოთ რა ხარისხით ხდება რეალურად, ხო, შინაარსში. დიდი მადლობა ისმა. მარი რომ შევაჯამოთ ოჯახებთან მიმართებით რატების მექანიზმები შექმნა იქნებოდა უნდა იყოს პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და ასევე რა გამოწვევები არის თემის მობილიზების კუთხით და რა უნდა მოხდეს, რომ ეს თემი უფრო მობილიზებული იყოს და ჩართული ამ პროცესებში. იცით რა, როდესაც სახელმწიფო არ არის დაინტერესებული, რომ შიშიმაპირების დღეს სამბერ ტექნიკური პრობლემა შეგვექმნა დიდი ბოდიში. სანამ მარი დაბრუნდება, მაშინ მარიამ იქნეს შენ შეგვიჯამო. ისმის ჩემი ხმა, ჩემი მარი კი დაბრუნდა. გესმით, ხო? ეხლა გვესმის. როდესაც მიკროფონი არის ჩასართავებული. გამოიწო, კი ბატონო. როდესაც სახელმწიფო არ არის დაინტერესებული, რომ ყოველგვარ ძალდატანების გარეშე იზრუნოს და ვთქვათ, შესაბამისი სერვისების შექმნას შიშიმაპირებისთვის, მაშინ უკვე ესე რომ ვთქვათ, ჩვენზეა მთელი ესე რომ ვთქვათ, ტვირთი გადმოსული, ანუ ჩვენზე შიშიმაპირებზე და შიშიმაპირთა ოჯახებზე. ანუ ამ დროს გვჩება ერთი გზა, რომ რაც შეიძლება ხმამაღლა ბრჭყალებში ვიყვიროთ ჩვენი პრობლემები, რომ ვაიძულოთ და გავაკეთებინოთ ესა თუ ის შევაქნიოთ ესა თუ ის სერვისი. აი, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ შიშიმაპირთა თემიდან არ მოდის დიდი მოთხოვნა, თუნდაც დეინსტიტუციონალიზაციის შესახებ. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში ეს დიდი დაწესებულებები და მე ვიტყოდი, რომ სახელმწიფო დღემდე დისკრიმინაციას ახორციელებს ამ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ინსტიტუციებში ცხოვრობენ, იმიტომ რომ თავის დროზე სახელმწიფომ არაშიშიმო ბავშვები, რომლებიც მსგავს ტიპის დაწესებულებებში არსებობდნენ, დახურა და ისინი გადაიყვანა ოჯახური, ესე ვთქვათ, ოჯახურ პირობებში და ოჯახურ ტიპის საცხოვრისებში, მაგრამ შიშიმო პირები დატოვა ისევ იქ, სადაც არიან და აქ კარგად ჩანს სახელმწიფოს დამოკიდებულება შიშიმო პირების მიმართ, იმიტომ რომ ადამიანებად ვერ აღიქვამს სახელმწიფო შიშიმო პირებს და ამიტომ შესაბამისად არც კი ფიქრობს, რომ ეს ინსტიტუციები დახუროს და გადაიყვანოს ისინი ღირს, ანუ ისეთ პირობებში, სადაც მათი ღირსება არ იქნება შელახული.
აი მობილიზებასაც შეეხება ჩვენ მაინც ვართ ზუსტი თემი. აი თუნდაც ბავშვთა მშობლები რო ავიღო და შიშიმ პირთა მშობლები. ვართ ძალიან ცოტა მშობელი, ვინც ვართ აქტივისტი და ვინც გამოვდივართ და ესე ვაკრიტიკებთ სახელმწიფოს და ვითხოვთ რაღაცის შექმნას. ძალიან ბევრ მშობელს დღესაც გონია რომ ის იქნება სულ იცოცხლებს დიდხანს იქნება თავისი შვილის გვერდით და სულ თვითონ იზრუნებს თავის შვილზე. სამწუხაროდ ესე ფიქრობენ, იმიტომ რომ ანუ ვერ უშვებენ იმას, რომ ერთ დღეს შეიძლება მათი შვილი დარჩეს მათ გარეშე. სრულიად მარტო და ამ დროს სახელმწიფო მოკიდებს მათ ხელს და წაიყვანს ამ ინსტიტუციებში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თემის მობილიზება. ანუ განსაკუთრებით მე ოჯახებზე მაქვს აქცენტი, იმიტომ რომ მე მშობელი ვარ შიშიმ ბავშვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა თემმა კარგად გაითავისოს თუ რა არის ეს ინსტიტუციები, შეეშინდეს ამ ყველაფრის, რაც შეიძლება მეტი განათლება მიიღოს ამ კუთხით, თუ როგორ მოთხოვოს სახელმწიფოს და როგორ ებრძოლოს. სხვანაირად სახელმწიფო ისევ გააგრძელებს ამას და არ დახურავს ინსტიტუციებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და მე არ ვიცი დონორებს მინდა ვთხოვო, რომ კიდევ უფრო მეტი ტრენინგები და ინფორმირება მოახდინოს შიშიმ ადამიანების ოჯახების, რომ გააქტიუროს ეს ოჯახები და ის რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი მშობელი, რომელიც ვართ, აი ამ მშობლებს შემოგვიერთდეს ძალიან დიდი არმია მშობლებისა, რომ არა მხოლოდ ინსტიტუციების დახურვა მოვითხოვთ, არამედ ის ყველა სერვისი იქნას შექმნილი ჩვენი შვილებისთვის, რომლებისთვისაც ანუ ეს სერვისი იქნება სასწრაფოდ მნიშვნელოვანი და იქნება გარანტია იმისა, რომ ისინი დამოუკიდებლად ჩვენს გარეშე შეძლებენ ცხოვრებას და თუნდაც საკუთარი თავის უფლებების დაცვას და თვით ადვოკატირებას. აი მე ვისურვებდი, რომ აი ამ კუთხით ძალიან ყოფილიყოს, ანუ ძალიან განვითარდეთ შიშიმ ბავშვთა და მოზარდთა ოჯახები, რომ ჩვენ ვაიძულოთ სახელმწიფო, რომ შეასრულოს თავისი მოვალეობა, რომელსაც არ ასრულებს და ძალიან ბოროტად სარგებლობს ჩვენი სიჩუმით. თუ დავაკვირდებით, სახელმწიფო მხოლოდ იმ თემისთვის აკეთებს რაღაცას, რომელიც უკაცრავად ამ გამოთქმის ყველაზე მეც ყვირის. აი თუნდაც აუტიზმის შემთხვევაში ძალიან კარგი პროგრამა შეიქმნა თბილისის მერიის მიერ და რატომ? იმიტომ რომ ჩვენი თემი ძალიან ხმამაღლა ყვირის ამ თემაზე და ანუ მხოლოდ არ შეიქმნა, ჩვენ დღემდე განვაგრძობთ იმას, რომ ეს სერვისი და ეს პროგრამა დაიხვეწოს და შესაბამისად იხვეწება კიდეც. აი ამიტომ მე მინდა რომ ესე გააქტიურდეს ყველა მშობელი, რომ ყველა ბავშვს და ყველა მოზარდს ის რაც სჭირდება თავისი არსებობისთვის სახელმწიფომ შექმნას, იმიტომ რომ მე ისეთი ნოზოლოგიები არსებობს და ისეთი ხარდაჭერა ჭირდებათ ამ ადამიანებს, რომ ანუ გადარჩენა უბრალოდ არსებობაზეა საუბარი, რომ მათ საკვები მიიღონ შესაბამისი სპეცკובה ვთქვათ, რომ იცოცხლონ. იქ აღარ არის საუბარი, რომ რაღაცა სერვისი და სკოლაში არონ. უბრალოდ რომ იცოცხლონ. არსებობს ისეთი ნოზოლოგიები, რომელსაც სისხლის გადასხმა ჭირდება ყოველთვიურად და თუ სისხლს არ გადაისხავს, უბრალოდ ვერ იცოცხლებს. აი წარმოიდგინეთ, როგორი ტიპის ხარდაჭერა ჭირდებათ ამ ადამიანებს და ანუ თუ რაღაცა არ წამოვიდა ისევ თემიდან ხმამაღლა ამაზე საუბარი და მკაცრად მოთხოვნა სახელმწიფოსთვის ესე ვიქნებით სამწუხაროდ სულ და მე ვისურვებდი რომ ამ კუთხით გავაქტიურდეთ ყველა მშობელი და ყველა ოჯახის წევრი. მადლობა ძალიან დიდი ნანიკო მინდოდა რაღაცის დამატება თუ აქვს. კოტე, მარის თემასთან მიმართებით არ მინდა გამოგვრჩეს ეს თემა, რომელიც აი რატომღაც ყოველთვის ყველას გვავიწყდება, იმიტომ რომ ეს ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებები, როდესაც დეინსტიტუციონალიზაციაზე ვსაუბრობთ, როდესაც დასრულდა 2013 წელს ბავშვთა სახლების დახურვა, რატომღაც დისკრიმინაციულად ორი ბავშვთა სახლი, რომელიც მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ეხებოდათ, ანუ ეს სახელმწიფომ არ გაითვალისწინა იქიდან გამომდინარე, რომ ანუ რაღაც დამატებითი ფინანსები იყო საჭირო, დამატებითი რესურსები და დღემდე გრძელდება და ანუ ბავშვები რეალურად ანუ
ისევ შედიან ამ დაწესებულებებში, ანუ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ვითომ აღარ უნდა ხდებოდეს შედინება და ამ დაწესებულებების გავსება ბავშვებით, მაგრამ ეს სამწუხაროდ ხდება, ანუ ორი ასეთი ბავშვთასახლი გვაქვს და სამწუხაროდ აი ამ კანონში მიუხედავად იმისა, რომ ეს თემაც იყო, ანუ იქნებოდა იუსტიციის სამინისტროში გაჟღერებული, არ არის ასახული და ბავშვები, რომლებიც ანუ რეალურად ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე და საზრუნავი უნდა იყოს და ეს პრობლემაც აქვს ამ კანონს, ანუ არ დაგვავიწყდეს ეს მინდოდა მხოლოდ დამემატებითად. მადლობა. მაგრამ ბევრი დრო აღარ დაგვრჩა და იქნებ შევაჯამოთ კანონ პროექტის შინაარსობრივი მხარე უშუალოდ მედუნარიანობასთან და ინსტიტუციონალიზაციასთან კავშირში მაინც. კი, ანუ როგორც თქვით, რეალურად ფსიქიკური ჯანმრთელობა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენს რეალობაში და ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ, ამ შეხვედრის ფორმატშიც და სხვა შეხვედრების ფორმატშიც გაგვიმახვილებია აქტიურად ყურადღება. ძალიან სამწუხარო, კიდევ ერთხელ, რომ მიუხედავად ჩვენი ადვოკატირებისა, მიუხედავად იმისა, რომ თემის საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა იყო, ვთქვათ, ადვოკატირებაში ჩართული, იგივე განცხადებების, ერთობლივი განცხადებების გავრცელების ნაწილში, სახელმწიფომ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა. საქმე იმაშია, რომ თავარი არის ის, რომ სახელმწიფომ გაიაზროს თავისი ვალდებულება. აქ ძალიან კარგად თქვა ნანამ, აქ გვაქვს საქმე ადამიანებზე და არ გვაქვს რაღაცა ტექნიკურად რაღაცეების გაკეთებაზე. ეს არის ადამიანები და ამ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე გვაქვს საქმე, რომლებიც ძალიან დიდ გამოწვევებს იმის გამო, რომ სახელმწიფო წლიდან წლამდე მათ საჭიროებებს რეალურად მხედველობაში არ იღებს, სახელმწიფო ყოველდღიურად ეს ადამიანები ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, ხო, იგივე ინსტიტუციებში, რომლებიც, ანუ არც იციან უმეტესობამ, მათ შორის, რომლებიც აი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ ინსტიტუციებში, არის 20 წლიანი ცხოვრების შემთხვევებიც და უფრო მეტიც, არც იციან, როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება თემში და ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და სახელმწიფოს პოლიტიკის მთლიანი ჩავარდნა შემიძლია ესე ვთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სახელმწიფომ ეს კარგად გაიაზროს და მე ვისურვებდი, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გქონოდა თუნდაც ამ ადამიანებთან სახელმწიფოს, იმიტომ რომ ეს ადამიანები არის შშმ თემის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები და ისინი დგანან ძალიან მნიშვნელოვანი და განსხვავებული გამოწვევების წინაშე, ვიდრე თემში მცხოვრები ადამიანები. შშმ კანონის შემუშავების დროს ყოფილა ამ საკითხთან მიმართებით დაინტერესება, არ ვიცი, არ ჩანს ყოველ შემთხვევაში და არც სახელმწიფოს, არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ასეთი რამ არასოდეს არ უთქვამთ მაშინ, როცა ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას ინსტიტუციონალიზაციის მძიმე პრაქტიკაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სოციალური დაცვის ნაწილი, რომ სოციალური დაცვის ადეკვატური სისტემის ჩამოყალიბების გარეშე და მათი ადეკვატური შშმ პირებისა და მათი ოჯახების ადეკვატური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და გინდა ქმედუნარიანობის პროცესი, რეფორმა ეფექტიანად წარიმართოს. ეს იქნება დარჩება ისევ იმ შემთხვევაში თუ იქნება დარჩება ფურცელზე, რეალური აღსრულება არ ექნება. იმიტომ რომ ანუ ერთიანი მნიშვნელოვანია, რომ როგორც თქვი უკვე სახელმწიფომ დაინახოს ეს როგორც ურთიერთდაკავშირებული საკითხები, რომელთა განხორციელება ერთი მეორის გარეშე, რომელთა განხორციელებაც იქნება შეუძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე კიდევ ერთი რაღაც აღნიშნო, დეინსტიტუციონალიზაცია ნაწილზე ყოველთვის ვადვოკატირებთ ხოლმე, როდესაც ვსაუბრობთ უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში შესაბამისი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს. პროცესში თვითონ ამ ფორმატში, როგორც იცით, ცალკეულმა თქვენგან მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინაციით მუშაობა უსახლკარობის სტრატეგიაზე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მიუთითეთ სხვადასხვა ფორმატებში ჯანდაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას, რომ გაითვალისწინებინათ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და ეს რაღაცა პროცესი ერთმანეთით დაენახა და რაღაცა მოწყვეტილად ერთი პროცესი თავისთვის მიმდინარეობდეს და მეორე პროცესი თავისთვის არ მომხდარიყო, სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ სახელმწიფოს მზაობას ამ ნაწილშიც, რომ უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაში ამ ადამიანების საჭიროებები იყოს
დანახული და გააზრებული. და კიდევ ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რეალურად კანონში რასაც ვხედავთ, არის ის, რომ მართლაც რომ აი უმეტესწილად არის ხელშეწყობის ვალდებულება და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გაიაზროს თავისი როლი, ხო? ეს არ არის მხოლოდ რაღაც დეინსტიტუციონალიზაციის ნაწილში, ქმედუნარიანობის ნაწილში, კი არა ზოგადად. ეს არის სახელმწიფო, რომლის ვალდებულება არის, რომ უზრუნველყოს მთელი რიგი უფლებები თუ ეს არის რაღაც მესამე პირი, რომელიც ესე ნეიტრალურად უყურებს რა ხდება გარშემო და როგორ ახორციელებენ თუ ვერ ახორციელებენ ადამიანები უფლებებს. რა თქმა უნდა, პირველი არის. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ, თუნდაც თემის ჩართულობით აქტიური ადვოკატირებით, ჩვენი აქტიური ადვოკატირებით და რაღაცნაირად მივიდეთ სწორ და ერთ აზრამდე, თუ რა არის რეალურად სახელმწიფოს ვალდებულება ამ ნაწილში და რა უნდა გააკეთოს. უნდა ხელი შეუწყოს მესამე პირის სტატუსით უნდა მოგვევლინოს თუ უნდა უზრუნველყოს და აქტიური და პროაქტიული უნდა იყოს ამ ადამიანების უფლებების დაცვის ნაწილში. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს მობრძანებისთვის, მადლობა მარიამ ბოლოს შეჯამებისთვის. ჩვენ უნდა მოუწოდოთ სახელმწიფოს შიშიმ პირებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის შესაბამის საკანონმდებლო ინსტიტუციური ცვლილებების გატარება, მათი ადამიანების გასაძლიერებლად, რეალური ნაბიჯების გადადგმა და ის პირები და ორგანიზაციები, ვინც ამას ვითხოვთ, არ წარმოგვაჩინონ პოლიტიზირებულ, ანგაჟირებულ, ჩასაფრებულ აქტორებად, ამეთ ორგანიზაციებად და პირებად, რომელსაც რეალური ცვლილებების სურთ შიშიმ პირთა გასაძლიერებლად. იმედი დავიტოვოთ, რომ დემოკრატიულ ჩართულობას აღარ დაიყვანენ რაღაც რეკომენდაციის მოსმენამდე, სმენის ვალდებულებამდე და უზრუნველყოფილი იქნება დემოკრატიული სივრცე მსჯელობის, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისთვის და გაიგებს და გაითვალისწინებს სახელმწიფო ლეგიტიმურ მოთხოვნებს და რეკომენდაციებს. და ბოლოს, როგორც მარიმ აღნიშნა, თემის მობილიზების გარეშე და ზოგადად საზოგადოების მობილიზების გარეშე და კომენამდე დისკუსიას ვამთავრებ ასე, არც ეს სფეროში არც აქამდე ყოფილა რეალური შედეგები და არც მომავალში არ იქნება, ამიტომ ეს არის ალბათ პრიორიტეტი და თემის მობილიზებაზე, აქტივისტების მობილიზებაზე და საჯარო სივრცეში აი ამ პრობლემების შემოტანაზე და აქტუალიზებაზე ერთად უნდა ვიფიქროთ და ერთად უნდა ვიმუშაოთ. ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობისთვის დროებით.